მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ ვიწყებთ ძალიან საინტერესო გადაცემას. ჩვენი აზრით და ჩვენი ტელემაყურებლების აზრით საინტერესო გადაცემას, რომელსაც ქვია კონსერვატორია და დღევანდელი კონსერვატორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მინდა საერთაშორისო ამბებს მიუღო, იმიტომ რომ არ შუქდება, ჩვენთან შუქდება, მაგრამ ზოგადად ლიბერდებილური მედია არ აშუქებს საერთაშორისო ამბებს და რაც მეც მივარკვით ჩვენს მაყურებელს თუ რა ხდება პლანეტაზე, მით უკეთესია. ხო, დავიწყებთ, ესეთ კაცი არის გორდონი, რომელიც არის ვითომ ჟურნალისტი, ანტირუსი, რუსოფობი შეიძლება ითქვას, უკრაინელი, რომელიც იძახდა, რომ აი ძალიან მალე ახალ წლამდე იძახდა, რომ ომი დამთავრდება და რუსეთს დედა ეტირება. არაერთხელ თქვა თან. არაერთხელ და ეხლა თქვა, ეხლა 30-ში დამთავრდება ომიო. დეკემბერსო. მოდი უბრალოდ მოусმინოთ. და მე უკვე ნახოთ და მოусმინოთ და მე დავსვა ამ ვიდეოს შემდეგ შეკითხვას. Я очень боюсь, что в погоне за Канадой-Гренландией условными Трамп просто забудет об Украине. Вот так, махнет рукой и скажет: занимайтесь там, делайте, что хотите. Вот этого я боюсь. Может такое быть, а почему нет? Он нам что-то должен, Дональд Трамп? Вот Украине он должен? Нет. Мало того, он может сказать много всего и будет прав по-своему. Мы же опять о справедливости. Он скажет, например: вы 30 лет сдавали свою независимость русским. Ваша страна была пронизана русской агентурой, которая вами руководила. Вы торговали с Путиным все время, и торговались с ним, и зарабатывали и вы, и Путин. Вы не защищали Крым, сдали его без одного выстрела. У вас коррупция все это время правила бал. Вы не хотите призывать, значит, солдат с 18 лет защищать свою страну. А что вы от меня хотите? Может сказать Трамп. Может он так сказать? Может. Будет он прав по-своему? Ну мы же по справедливости сейчас говорим. Будет. Другое дело, что мне это не нравится. Ну, слушайте, где я, где он? ხო, ну როგორც ხედავთ, საოცარი მეტამორფოზაა. პირდაპირ და ამას არა მარტო ეს, არამედ ისეთი გალიმი ესეთი ციხის ტერმინს ვიძახი. ზელენსკის მომხრეები იყო, აზრინდელი ზელენსკის მომხრეები და ნაციონალისტები იძახიან, რომ დათმო ამერიკამ უკრაინაო, რომ ნუ მეტი რო არ შეიძლება. ანუ უკრაინაში თვითონ მე არ მომყავს სპეციალურად არც რა თქმა უნდა არც რუსული და არც ამერიკული წყაროები. ეს არის აი ეს კაცი, ეს ტიპი არის როგორი ნაციონალისტი, როგორი რუსოფობი, ხო? იძახის რომ უნდა დაგვეხა დათმო რა. ხო, აი ეს ყველაფერი არის ნათელი. მინდა უბრალოდ მე ვთქვი, რომ ეს შეიძლება საზოგადოებრივი ამბის განხილვა იყოს, მაგრამ აი ჩვენ ლიბერდებილებს რატო არ ესმით ის, რაც უკრაინელებს ესმით უკვე? ჩემი შენ ძალიან ხომაღალი განაცხადი განაკეთე უკრაინელებს ესმით ეგა უკრაინელებს. ამას ხო ესმის? ეგ არის გამონათების დასაწყისია, ოღონდ პატარა. ანუ რატომ ვიცი რომ მე ვეცნობი, ანუ ხო. მაქსიმალურად ვცდილობ თუ ფსიქიკა მიძლებს ხოლმე უკრაინულ. ეს ბოდიში ისეთი გაიზვერაა, რომ ტყუილ არ ტყუს არის. კი, ანუ ამბობენ რომ გორდონი გამოხატავს, ანუ ასე ვთქვათ, ზელენსკის გუნდის აზრებს ხოლმე და ანუ ახმოვანებს ხოლმე იმ წესებს, რომელიც უნდა მომავალში უნდა ვთქვათ იყოს ფორმირებული თამაშის სივრცე. ანუ შალო რა იცი მნიშვნელოვანი, რამოდენიმე დღის წინ შემთხვევით წავიკითხე კვირის პალიტრა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ანუ ბავშვობაში ხო, ვკითხულობდი და ძალიან მომწონდა რა და რო წავიკითხე და აღმოვაჩინე რომ ანუ კვირის პალიტრასაც კი რომელიც ნუ რა ვიღეთ ჩემ შუაში არ იყო არავითარ შემთხვევაში რაღაცა ლიბერალური ნარატივის მქონე გამოცემა ხო ისეთი ლიბერალური შტამპები ქონდა საგარეო პოლიტიკას გახმოვანების მხრივ რომ პროსტა აი რა ცუდად გავხდი იმიტომ რომ ანუ რას გულისხმობ რომ აი ხა მაგალითად ახმოვანებდნენ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომს ეხლა ვინც არის ის სიტუაცია არის ისეთი რომ კურსკში უკრაინამ შეუპია და
იქ შედეგებს მცირე შედეგს მიაღწია და იმ შედეგი რომ შეენარჩუნებია მოუწია ყველა სხვა ფრონტის ხაზზე არ მოეხსნა ყველაზე ბრძოლისუნარიანი არა და მე დაასრულდა ეს შედეგი აკეთაში ხო ამას მოყვა რომ ანუ მთელ რიგი მთავარ მიმართულებებზე მაგალითად ისეთ მიმართულებაზე რომელიც განაპირობებდა უკრაინაში იმის უგალ ქვანახშირის მოპოვების უდიდეს უმრავლესობას იმას კარგავს და ამას მე ვკითხულობ კვირის პალტრაში ისე რომ იქ არის აბსოლუტურად ყველა შტამპი დაცული რომელიც არსებობს რაღაც უკრაინულ და რაღაც შიზოფრენულ უკრაინულ მედიაში არ არის აღარ არის უკრაინული მედია იძახის რომ გვერხევაო ანუ რას გულისხმობ აღარ არის ანუ აი მაგალითად მოვიყვან რა აი ანუ ეს სამშობლო მაგალითია რომ ანუ 155 ბრიგადა რომელიც სერიოზული უკრაინელებმა მილიარდი დოლარი დაახარეს უკრაინელებმა და ეს ბრიგადა უკრაინელებმა არა რატომ თქვა ხო ფრანგებმა დაახარეს ფრანგებმა მილიარდი დოლარი ხო ეს ბრიგადა დაიშალა არ მივიდა ბრძოლის ანუ 1700 კაცი ანუ ომის დაწყებამდე გაიქცა ანუ ფაქტიურად ის მაჩვენებელი რომელიც განაპირობებს ბრძოლის უნარიანობას ბრიგადას უკვე არ ჰყავს და აი ხა ამ ინფორმაციაზე მაგალითად კვირის პალტრა წერს რომ ესო მოხდა უკრაინაში და რუსეთშიო არ ხდებაო იმიტომ რომ უკანო დგანან რაღაც ზაგრა დატრიადებიო ეს ზაგრა დატრიადებიო ანუ რაღაცა ანუ ისეთი შტამპით იყო ეს დაუშვათ დგანან მე ხო ხა რუსეთზე არ შემკივა გული არა ვაფშე რა პრობლემაა მე არა ვარ რუსეთის მოქალაქე დგანან ეფექტური ხოა კაი, შალვა, დგანან ზაგრად ატარდება. კი ბატონო, მე აქ ლაპარაკი არის რაზე, იცი? რომ მედია როცა რაღაცას აკეთებს, ხო? ანუ არ არის სავალდებულო წყარო დადგე და გამოიყენო ყველაზე შიზოფრენული უკრაინული. ლუკრი, აბა გვითხარე. ისე საერთაშორისო მიმოხილვა. ნუ პირველ რიგში, მოდი განვიხილოთ რა თქვა სიამდვილეში. ამან. ხო, გორდონმა სიამდვილეში თქვა რომ ეს ლაპარაკი უკვე შედგა. დარწმუნებული ვარ ეს მომავლის ლაპარაკი კი არ ახმოვანებს ეს ლაპარაკი შედგა ნახე რა თქვა სიანდვილეში რას ამბობს გორდონი რომ სიანდვილეში იმ მარცხის ეხლა რომ მარცხდებითო ეს არის იმის ბრალი რომ აქამდეო შვიდობა იყო რუსეთთან და არ ვიბრძოდითო აქამდეო და ვაჭრობა ქონდა და შვიდი ურთიერთობა ქონდა შესაბამისად ჩვენი პასუხისმგებლობა კი არ არის ისო ეს აბა ვისია არამედ წინა ხელისუფლებებს რომელიც არ ეომებოდნენ რუსეთს 14 წამდე ხელისუფლება ხო წინა ხელისუფლება რეალურად ეგ თქვა, ხო? ხო. ეს ნარატივი რას ნიშნავს? შემზადება არის რეალურად იმის, რომ პასუხისმგებლობის აცილების. პასუხისმგებლობის აცილების. წინა ხელისუფლება გადააბრალა. რა ვქნა, ჩვენ პოსტფაქტუმ მოვედით და აი ჩვენ პოროშენკოს უნდა გადააბრალა. თორე ტრამპი თავისებურად მართალი იქნება თუ არ დაგვეხმარა, იმიტომ რომ აქამდე ხო ვაჭრობდითო რუსებთანო. შვიდობა ხო იყო აქამდე რუსებთან. თავარი ხა რა არის აქ აი ამ ანალიზში. არის რაღაცნაირი სხვადასხვა ეს საბჭოთა კავშირის დანგრევის პერიოდიდან რაღაცნაირი ბიბლიური ესკატოლოგიური რაღაც წარმოდგენა ჩამოუყალიბდა თელ თაობებს რომ რუსეთი აი ეხლა ინგრევა და ბოროტება მეტი აღარ იქნება სამყაროში. ეგეთი წარმოდგენა ქონდა ძალიან ბევრ ადამიანს რა და აბსოლუტურად გაქრა ადამიანების ცნობიერებიდან რეალ პოლიტიკის შეგრძნება, აბსოლუტურად გაქრა გეოპოლიტიკის შეგრძნება, აბსოლუტურად გაქრა ისეთი რამ რასაც არ ქონდა რელიგიური სხვანაირად გეტყვი არა ძალის და უძალობის არა ძალების დაპირისპირების სიბრტყე კი არ არის პოლიტიკა ესენი ამბობენ არის სიკეთის და ბოროტების ბრძოლა და ეს როგორ დამღუპველეს ინფანტილის ბავშვურობაა ესე არ არის. ცირა არც ნოს სიკეთის და ბოროტებას. ამერიკა იდეოლოგიურად როდესაც ომებს იწყებდა, სულ ამზადებდა, ხო? გასაგებია რომ რაღაც სიკეთე ბოროტების საკითხი იყო, აქტიურად იყო მაგალითად ბუშის დროს, როდესაც ერაყში და ეხლა აღარ გრენლანდიაში რა სიკეთე და ბოროტება. ხო, დამთავრდა. მაგაშია საქმე, რომ თვითონ მოკლედ მათ უყვართ ძალიან ორუელის ეს 1984. ჩვენ რეალურად ცხოვრობთ ისეთ საგარეო პოლიტიკაში, სადაც ერთი დღე გავიხსენოთ ორუელის დროს, ერთი დღეს ევრაზია მტერი იყო, მეორე დღეს მეგობარი არის, ხო? ჩვენ ესეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ერთ დღეს შეიძლება
შეერთებული შტატები და დანია იყოს მოკავშირეები და ერთმანეთთან პრეტენზია არ ქონდეს და მეორე დაესხას თავს. მეორე დღეს ამერიკა დაესხას. იმხელა ტერიტორიაზე ქონდეს პრეტენზია, რომ ერთი დანიელი დეპუტატი გამოვიდა და თქვა რომ რუსებს ხო არ მიმართოთო დასახმარებლად. ხოთა შორის იყო ეგეთი მომენტი. ჰუმანური საქციელი იქნება. დაგუმანნა. ანუ რისი თქვა მინდა, რომ აღარ არსებობს ის ძველი სამყარო, სადაც ჩვენ ცხოვრობდით, ის საერთაშორისო წესრიგი. აღარ არსებობს. არანაირი გარანტიის მომცემი ეს არ არის. საქართველოსთვის რატომ არის მნიშვნელოვანი რომ გამოვიდეს აი ამ რაღაცა ნახევრად ფსევდორელიგიური წარმოდგენებიდან. იმიტომ რომ ჩვენი უსაფრთხოება პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ არ კონდეს ილუზიები, რომ ვიღაცა მხარე შენს მაგივრად შეგიქმნის უსაფრთხოებას. მარტივი ის არის. განა ვინმე ნატოს წინააღმდეგია. უბრალოდ არ გიქმნის ამ ეტაპისთვის შენ ეს უსაფრთხოება და პირიქით დარტყმის ქვეშ პირიქით. ხო, დარტყმის ქვეშ გაყენებს. ეს არის პრობლემა. ციტირებთ, ვის ციტირებთ? ჩვენ ციტირებთ, რა თქმა უნდა, ტრამპს. ტრამპს ციტირებთ. ტრამპს ციტირებთ, ხალხო, ჩვენ არ ციტირებთ პუტინს. და შესაბამისად, ის როდესაც ტრამპი განაცხადებს, რომ მას ესმის, რატომ დაესხა რუსეთი უკრაინას და ბაიდენმა რომ გადააგდო და ომი რომ ბაიდენის ბრალია. ის რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისეთ რეალობაში, სადაც აი ის პოლიტიკური რუკა, რაც იყო აქამდე. აი ამ წლამდე 2025 წლის დასაწყისამდე. დამეჯერეთ 30 წლამდე შეიცვლება ეს პოლიტიკური რუკა. საგრძნობლად შეიცვლება სოფლიოში, არა მარტო რაღაც ევროპაში, არამედ სოფლიოში შეიცვლება ეს პოლიტიკური რუკა. გაჩნდებიან სახელმწიფოების გაერთიანებები, ახალი სახელმწიფოები, დიდი სახელმწიფოები, რაღაც სახელმწიფოები გაქრებიან ჩვენ. რაღაც სახელმწიფოები უბრალოდ იქცევიან ტერიტორია. და ეხლა ტერიტორია თაქცეული სირია, ტერიტორია უკრაინა გახდება ტერიტორია. ცოტა ხანში, ნახე. არის ამის საშიშროება, რომ უკრაინა განიხილებოდეს ტერიტორიად, რომელსაც გაიყოფს რამოდენიმე სახელმწიფო. დიდი ქვეყანა. მან არის ეს ერთი მომენტი. ეხლა საქართველოსზე გადავიდეთ, რატომ არის ეს ჩვენთვის დამღუპველი ესეთი აზროვნება. და ესე იგი ვიღაცებს ეგონათ, რომ თუ კი რეალობას შენ დავამალავ შენ საზოგადოებას და ისე წარმოაჩენ თითქოს წაგება მოგება 2008 წელი ხო ეგ იყო. 2008 წელზე გვითხრას რომ თურმე მოგება ყოფილა რა. თურმე ამით ესე იგი რაღაცა ილუზია შენარჩუნება და ჩვენ იმის მაგრად რომ ეროვნულ ინტერესზე გვეძრუნა, ზრუნავდით რომ იმაზე რომ ეს ილუზია შენარჩუნებული ყოფილიყო. მთელი ეს აპარატი, მთელი ინსტიტუციები, NGO ინსტიტუცია იქნება, პრესა იქნება, ტელევიზია იქნება, რა ვიცი, სხვა პოლიტიკური პარტიები ზრუნავენ, სხვა ზრუნავი არა აქვთ, გარდა იმისა, რომ ეს ილუზია შენარჩუნეს. მაგრამ არ გამოდის. რა არის ამ ილუზიის მთავარი პრობლემა? ვერ ხსნის სამყარო ვეღარ იხსნება. და ვერ აპრავებს ამერიკის პრეზიდენტს ტრამპს. მათთვის წმინდა ადგილას თეთრ სახში შედის ეშკი. აიგე, მათი და ვერ პრავდება ეგ. და აი ხო როგორი იხსნება ის რომ შეიძლება გრენლანდია, კანადა იქცეს შეერთებული შტატების ნაწილად, როგორ შეიძლება ის რომ თუ პანამის არხი ჯარით დაიბრუნონ. და როგორ ხდება ის რომ ის მექსიკაზეც არის პრეტენზია. მექსიკას საჰაერო დარტყმები მიაყენონ. თან ეს რა პრობლემაა? თან ეს მოხდარი ამბავია, იმიტომ რომ იყო აქამდე საპოლიციო რეიდები, ეგრეთ წოდებული საპოლიციო რეიდები, ის ნარკო ვაჭრების წინააღმდეგ, ესე რომელსაც ვერ გაამართლა რეალურად და ამერიკელები იძულებული იყვნენ გამოსულიყვნენ. ანუ რეალურ ტერიტორია დაიკავეს. ნუ სხვა ეგიდით, არა სამხედრო, მაგრამ საპოლიციო ეგიდით, მაგრამ იყო მოხდარი ამბავია. ხო და ამათ უნდათ მე მგონი, აი რუსებს აქვთ პალასა ჩუჟენია. ესე იგი, როგორც ბერლინის კედელი იყო, ისეთ საშენება, იქ მოწამლული ღარბების გაშვება, მართუხლართები, ძაღლებით სიარული, ტანკებით, რომ საერთოდ ვერ გადმოვიდეს. როგორც ისტორიკოსი, აი ჩვენ მაყურებელს ვურჩევ უბრალოდ გაეცნოს იმ საერთაშორისო პოლიტიკას, რაც 1871 წლიდან, რაც გერმანიის იმპერია შეიქმნა, 1914 წლამდე იყო. ეს იყო იმპერიების ეპოქა. ჩვენ შევდივართ იმპერიების ეპოქაში. ეს იქნება რამოდენიმე და როგორი იყო მათი ურთიერთობა გაეცნო. იქ არ იყო კეთილი და ბოროტი. იქ ბრიტანეთი არ იყო კეთილი და გერმანია ბოროტი. იქ იყო შიშველი ინტერესები და შიშველი გეოპოლიტიკა. და რუსეთის იმპერია, მე მგონი ერთ-ერთი უმძლავრესი იმპერია იყო.
დუ მაშინ დაარქვეს, ხო? არა, მაშინ არ დაარქვეს, მაგრამ უკვე მაინც იქამდე უფრო ძლიერი. ხო, მაგრამ დიდი თამაში კი. მაშინ იყო, რომ ინგლისთან თამაშობდნენ, ბრიტანეთთან. დუ გერმანიის წამოწევა შეარიგა ის რუსეთი და ინგლისი, მაგრამ იმის თქვა მინდა, რომ გუშინდელი ისტორია რა მოხდა რეალურად ამ პერიოდში. გუშინდელი ისტორიული მტრები გახდნენ მოკავშირეები და ახალი კავშირები შეიქმნა. ეხაც ეგრე იქნება. რუსეთი, ჩინეთი ერთი მხრივ, ბრიქსის ქვეყნები ერთი მხრივ. ინდოეთი ნახოთ. და ყველაზე სუსტად, აი ყველაზე რეგიონალური ესეთი ძლიერი სახელმწიფოები და გაერთიანებები, ყველაზე სუსტად ჩანს ევროკავშირი. ევროკავშირია ყველაზე სუსტი და სწორედ ეს არის მთავარი შეკითხვა, რაც ქართულმა უნდა დასვას რა. ამ გეოპოლიტიკურ რეალობაში ევროკავშირზე ესეთი დუბით ესე გადაგება. გვაძლევს თორე უსაფრთხოებას. არ გვაძლევს. და არც ეკონომიკურ სარგებლობას. ეხლა ჩვენი პრემიერი გუშინ იყო ალიევთან. და პირდაპირ ითქვა კაცო ყულებში რომ ჩენდება მაკასათიანის მეუღლე, მაგრამ მაკასათიანი რო აშენებს იმას. ნავთობ გადამუშავებელ ტერმინალს, ნავთობ ბენზინს გამოუშვებს. იმ ბენზინის გამოსაშვებად ნავთობს მიიღებს იქვე სოკარის ტერმინალიდან. ანუ ბენზინი გაიაფთება, მეგობრებო, საწვავი მანქანების ჩასასხმელი გაიაფთება, ქართული ბენზინი გვექნება. შესაბამისად, ყველაფრის ფასი შეიძლება რომ დაიწიოს. აი ეს არის ძალიან კონკრეტული და ალიევმა შეგვაქოდა ჩვენი ხელისუფლების გამძლეობა შეაქოდა აღნიშნა რომ ეს რეგიონში სტაბილურობის გარანტია. ხო. ერთ-ერთი მიზეზი გარდა ქართველი მოსახლეობის სიბრძნისა და ასე ვთქვათ ხელისუფლების ძალიან მტკიცე პოზიციებისა, რის გამო ჩვენ მშვიდობა შევინარჩუნეთ, არის ის, რომ რეგიონში სახელმწიფოებს უმრავლესობა სამეზობლოში ალბათ ყველას არავის არ სურს აქ ომი. თუნდაც ერთი მაგალითი, რაც ახლა შალვა შენახსენე, რომ არის ეკონომიკური ინტერესები. არის ასევე მაგალითად რუსეთმა რეალურად ხო 2008 წელს იმ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების გამო მიიღო შესაძლებლობის მაქსიმუმი. რატო ხო ახლა საქართველოს ბოლომდე დაპყრობა მისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში არის თავის დამოკლეს მახვილი დაკიდა რა. ხო, დამოკლეს მახვილი დაკიდა, კავკასიის სახით ორი ბაზა ჩადგა და სააკაშვილის თამადობით მიიღო ენერგეტიკული ობიექტები, ხო? ანუ ეს გააკეთა. ანუ ამ საქართველოს დაპყრობა მას ტანკით მისთვის უფრო ცუდია ვიდრე ის მდგომარეობა, რომელიც ახლა აქვს. შესაბამისად, მას უნდა მშვიდობა. არ უნდა ასე ვთქვათ ომის მეორე ფრონტი. ახლა მოდი ისე გორდონს დაუბრუნდეთ რა. ანუ ეს რასაც ახლა ამბობს, ყველა აი ცუდი რა არის, იცი რომ არის ჭკვიანის და სულელის განსხვავება რაშია რომ შენ თავზე კი არ უნდა შეყო თავი იმ ხო 2022 წლის დასაწყისში მახსოვს ჩვენ ერთად საუბრობდით რომ არ ჩამოიშლება რუსეთი სანქციების გამო და ვერ მოგუგებთ ამ ატომურ სახელმწიფოს კი უკრაინელები მაგარი მეომრები არიან მაგრამ ცუდად წავა არ ჩამოწერს ამერიკას აქ ეს მოქნილი სისტემა რომ ერთ ადმინისტრაციაზე ჩამოწერს ძველწოდებს წყალებს და მეორე იტყვის რომ ის იმის ბრალია და ეხა უკრაინა აღარ გვინდა რასაც გორდონი ამბობს რა ტრამპი ვალდებულია ო ამბობდი 3 წლის წინ და ტრამპი ვალდებული რატო არის იცი თუნდაც ამას რომ წინამორბედის დანაპირები როცა ჩვენ ამას ვამბობთ ეს არის არ არის ეგრე ხო როცა ჩვენ ამას ვამბობთ ტრამპს საერთოდ არ ქონა გადაწყვეტილი არჩევა ეს ხო არის ვითარების ლოგიკა ამერიკის როგორ მოქმედებს თქვათ ასე ვთქვათ საერთაშორისო სცენაზე და ამის დანახვა შევძელი ჩვენ საქართველოს მოსახლეობა ჩვენ მათ შორის ვინც ვთქვათ ანალიზით ვარ დაკავებული ხო და ეს ვერ შეძლეს იმათმა და უბრალოდ ეს შეძლეს და ვერ შეძლეს დაждდა ტერიტორიები ასობით ათასი ადამიანის შეხვედრა და ასე ჩვენ გვწამს ღმერთის და არ გვწამს და არ ვაღმერთებთ უილსონს როგორც ის დებილი ის გეგელია თქვა რომ ქართული ხალხის დანაბარი მინდა გაგმოხდეთ რომ გაღმერთებთ ჩვენ გამოვედით ინფანტილიზმიდან და აი წარმოვიდგინოთ ადრეს ვთქვი რომ აი ახლა რომ აი კოლექტიური გეგელიას გაემარჯვა არჩევნებზე და ეს გეოპოლიტიკური ძვრებია და გეგელია რომ შემიდის და მე გაღმერთებ ვიღაც ვილსონი რომელიც 2 კვირის წინ საერთოდ არ ვიცოდით ვინ იყო ანუ ესეთი ცნობილი ხალხი მოიგო არჩევნები წარმოიდგინე ამ გეოპოლიტიკურ იმედში ხო აი რა მოხდებოდა ყველაზე მთავარი რაც არის ანუ ჩვენმა საზოგადოების და თავრობის დამსახურებისა გამო ზუსტად 2 დღეა გასული მსოფლიო ბანკმა გამოქვეყნა
კვლევები, სადაც პირდაპირ ეკონომიკურის და, ხო? ეკონომიკური ზრდასთან დაკავშირებით, რომ 2024 წელს საქართველოში ეკონომიკის ზრდის შედეგი იყო 9%. ჩვენი ეკონომიკა სოფლიოში არის მეორე. ზრდის ტემპით. რა თქმა უნდა, სოფლიოში მეორე, რეგიონზე აღარ არის ლაპარაკი, პირველი კი არა, უპირველესი და რეგიონის ქვეყნებს უსწრებს 3-4-ჯერ ხაი რაღაცა ისეთი შედეგებია, რომ სასწაული შედეგებია. მან ასევე დადო 25 და 26 წლის ასე თქვა პროგნოზები და იმ პროგნოზებშიც ასე თქვა ევროპაში რო ყველაზე წინსწრები ეკონომიკა გვაქვს და სერიოზული წინსწრები. ჩვენ ვაბოლობ ზრდის რა თქმა უნდა მაჩვენებლები და არა აბსოლუტური მაჩვენებლები. ანუ ეს ყველაფერი არის კიდევ ერთხელ გავმეორებ. მთავრობის, ხელისუფლების და საზოგადოების იმ ნაწილის დამსახურება, რომელიც მაგალითად ხარს უჭერს პრაგმატულ პოლიტიკას და რაც თავარია შვიდობას საქართველოში. ვერაფერი და ვერასოდეს ვერ განვითარდება, თუ არ იქნება მშვიდობა. ანუ ეს ყველაფერი არის მოგონილი, ეს ყველაფერი არის ტყუილი. მაგალითად, ავიღოთ დღევანდელი შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ პირველი შეთავაზება, რაც რუსეთს გაუკეთა, იყო რომ მოდი 20 წლით გადავდოთ უკრაინის ნატოში გაწევრიანება. უპასუხა იმან, კაცო. არა, იმან რა უპასუხა, მაგას თავი დავანებო. არა, იმან რა უპასუხა, რა მნიშვნელობა. როდესაც რუსეთმა თავის დროზე წინა ადმინისტრაცია შეთავაზა, რომ უკრაინა და საქართველო არის წითელი ხაზი ჩემთვის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ევროკავშირთან მიმართებაში რაც გენებოთ, ისე მოიქეცით, ვისაც როგორ გინდოდეთ. ხო, არ არის პრობლემა. იქიდან მიიღო პასუხი, რომ შენ არავინ გეკითხება, ჩვენ როგორც გვინდა, ისე მოიქცევ. ვეტოში, შენ არა გაქვს ვეტოში შესვლა დაადო შენი საქმე არ არის. ნატოში შესვლისთვის ვეტოს დადების უფლება არ გაქვს. არა, მაგას თავი დავანებო თუ უფლების დადების. არა, ეგრე უკვე არ შენი საქმეა, ხო? გაქვს, არა გაქვს. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ შენი საქმე არ არის, რომ ჩვენ როგორ მოვიქცევით, ანუ ჩვენ და უკრაინა. უყურე ამას ცოტა რამდენი წელი გავიდა? 3 წელი გავიდა. 3 წლის შემდეგ იგივე ამერიკა, ახლა იმ უკრაინელი მოქალაქის კითხე, რა მნიშვნელობა აქვს იმისთვის, მაშინ ვინ იყო პრეზიდენტი და დღეს ვინ არის პრეზიდენტი ამერიკაში. 3 წლის შემდეგ ამერიკა ეუბნება რუსეთს, რომ მოდი 20 წელი უკრაინას არც ეკითხებიან. ჯერჯერობით ესე დაიწყო უკვე. ხო, უკრაინა ნერვიულობს. არც ეკითხებიან. 20 წელი მოდი არ შევიყვანოთ იმაში, რა ქვია. 20 წელზე გარანტიას გაძლევ. კი ბატონო, გარანტიას. აქ სიმართლეა, სატყუილია, მაგას თავი დავანებო. არ დაწახდება პუტინი. კი ბატონო, მაგრამ უყურე რა ხდება? ანუ 20 წელი მე რისთვის ომობდი, რისთვის ამოუწყდით უკრაინელები, რომ ერთ სხვა სურვილი ქონდა, მეორე სხვა სურვილი ქონდა და ასე შემდეგ. ანუ თამაშობდნენ ჩემპიონს. ხომ დადასტურდა, რომ ეს ხალხი გამოიყენეს წინა ადმინისტრაციამ გამოიყენა თავისი მიზნებისათვის და გადააგდოს. იმან დაიხურა ქუდი და წავიდა. პასუხისგებლობა არის 0. დაამთავრდა. როგორც მაგალითად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რო იყო ის რაღაცა გიჟი გაჩეჩილი რო ყავდა ჯონსონი ანუ ეხლა რო აცხადებს და რაღაცა გამოვიდა და ვითომ არც არაფერი მოხდა რა. ეგ ჩავიდა კაცო იმან მოგვიყვა არახამი. ვითომ არაფერში მონაწილეობა არ მიუღია. არა მაგან გადააფიქრებინა. და ეხლა გამოდის და რაღაცა ესეთ განცხადებებს აკეთებს პუტინო შეცუდო. ეგეთ რაღაცებს ეძახის იქედა. ოღონდ არავინ არ არის. ხო და თვითონ უკვე აღარაფერს აღარ წარმოადგენს. პასუხისგებლობა აქვს 0, არაფერი, არც 10 წლის მერე და არც 100 წლის მერე. მას არავინ არაფერს არ მოთხოვს. მემუარებში რაღაცას დაწერს მერე რომ აი ესე რომ მოქცეულიყავით, კარგი იქნებოდა და ასე შემდეგ. всё, მაგით დამთავრდა იმ ხალხის პასუხისგებლობა, ვინც ომი დაიწყო, რასაც ქვია, უკრაინელი ხალხი გამოიყენა, ეს საცოდავები გაჟუჟა, დაანგრიეს ქვეყანა, დაანგრიეს ეკონომიკა, ჯერ კიდე სად არიან, ჯერ ეს ომი ხო არ დამთავრდება. ერთი 6 თვის განმავლობაში ეხლა წავა შტურმები, იმიტომ რომ ეხლა განაწილების დროს ვისაც მეტი დიდი ნაჭერი შეხვდება, ეგრეა ეხლა მაგას როგორც თავის დროზე საუბრობდით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ასევე მარტივად გასაცვლელია რა მოხდება ეხლა. ამიტომ ეს ხალხი კიდე ხო უნდა გაწყდეს. ანუ ადამიანებმა რომლებმაც იციან, რომ სათამაშოები არიან და ვიღაცის ხელში სათამაშო
რაღაცნაირად ხვალანზე ამის ბედი არის, რომ ამ თვითონ უნდა მოკვდეს, ან ოჯახის წევრი უნდა მოკვდეს და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ჩააგდეს ეს ხალხი და რას გვიპირებენ ჩვენ. დემოკრატიის სახელით, ადრე დემოკრატიის სახელით იწყებდნენ ხოლმე ომებს ამერიკელები, ეხლა ახალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ არავით არის დემოკრატია, ჩემი მიზნები და ამოცანები პირდაპირ უნდა ვილაპარაკო. ანუ საზოგადოებამ ამ თანამედროვე ცხოვრებაში პრინციპში უკვე გავერკვიეთ და ვიცით, რაც არ უნდა გვიმალონ, რაც არ უნდა დემოკრატია იძახონ. ჩვენ ხო ეს ყველაფერი კარგად ნახეთ. აგერ გერმანიაში რა ხდება, ხო? გამოდიან გერმანიის თანამდებობის პირები და ჩვენთან აღშფოთდნენ თურმე რაღაცა ინციდენტი. რუმინეს საერთოდ გაუუქმეს არჩევნები TikTok-ზე ატვირთული ვიდეოების გამო. ესო ჩვენ გავაკეთეთ ამობენ. ანუ გერმანიაშიც რო დაგვჭირდეს, გერმანიაშიც გავაკეთებ. ოღონდ ამას გადამდგარი ბაზრობს. მე რა მაგრამ ეხა არა თუ წაიკითხეთ თქვენ, თუ წაიკითხეთ, აი საზოგადოებას მინდა მიმართო. სულ 2-3 მაგალითი კმარა იმისათვის, რომ ქართველებმა მხოლოდ და მხოლოდ უნდა ჩვენ თვითონ ვიზრუნოთ ჩვენი ბედის გადაწყვეტა. ერთი ჰელსინკის კომისია იმის რაღაცა. აუ ძალიან მაგარი, მე უნდა დავამტკიცო, რომ ჩატარდება არჩევნებიო. ბოლოს მაგაი ბოლო ფრაზაზე ამბობ, ხო? კი ბატონო. ძალიან მაგარი. ეს არის სასწაული. ანუ კაცი რომელიც მიდის და ეუბნება ტიპს, რომ კონგრესმენს შენ რო გაღმერთებენო, ეს კაცი დოკუმენტში, ოფიციალურ დოკუმენტში გვიწევს. მეგობარი აქვს. მეგობარ აღში, რაც ქვია იმ აქვს, რომ როდესაც ჩატარდება საქართველოში არჩევნები, სამართლიანი თუ ჩატარდაო, მე გადავწყვეტო რა. ანუ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ უნდა მოაწერონ ხელი და დაადასტურონ, რომ იქ ნამდვილად სამართლიანი ჩატარდა. რა გვინდა ეგეთი არჩევნები? პირდაპირ დაგვინიშნოს ამ. ანუ ეხა უყურე ამ ხალხთან ეს კოლექტიური ისინი არიან რაღაცა რომ ამბობდნენ ჩვენ ზომბები გონები ვართო არ ვიცი ტოპტვინები ვართო ანუ კოლექტიური ტოპტვინები ამას ეთანხმებიან ამ ტიპთან მიდიან და ეუბნებიან რომ შენ ქართველი ერი გაღმერთებს შენ ვინ მისცა მაგას ქართველი ერის სახელით ლაპარაკის უფლება მაგრამ წარმოიდგინეთ დამოკიდებულება აქედან ამათი და იქიდან იმათი როგორ შეიძლება თქვა რომ გამოყურებული ზაზა იმათ ფეხებზე არ კიდია თუნდაც მაგაშია საქმე კაცო აი მოდი იმათ ადგილზე დააღწევ კი ბატონო ეხა გადმოვიდეთ ვაფშე უხდიან იმ ფულს და ის რაღაც მე ხო ფოტოები ვდაჩვენე ხან ვაშლით არის ხან ატმით ხან კოსტარიკის დროშა აქვს ხან იმის დროშა ფულს იღებს აკეთებს ხოლმე უნების თავმჯდომარებს უნდა ქონდეთ ფულს აკეთებს ბიჭო მინდიან ფეხებზე არ კიდია ეს ერთი აგერ ევროკავშირის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე იძახის რომ ჩვენ ამერიკის ადმინისტრაცია უნდა დავარწმუნოთ, რომ არც ამერიკისთვის არ ვარგა და არც ევროკავშირისთვის, რომ არსებობს საქართველო, რომელსაც აქვს თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა და თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს. ესეც ევროკავშირი და ევროპარლამენტი. წარმოიდგინეთ, ევროპარლამენტში დღეს და ევროკავშირის ქვეყნებში უფრო მეტი დრო ეთმობა საქართველოში აღარ ვლაპარაკობ არჩევნებს ანუ მიმდინარე პოლიტიკურ თამაშობებსაც კი ვიღაცამ რო ხელი დაარტყა და იმან შეაგინა თუ რაღაცა მოხდა. ვიდრე ენერგოკრიზისი, სირიაში მიმდინარე პროცესები, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები წარმოიდგინეთ და რა ვიცი ყველა არის ეკა კაცო. რა დარჩა, ხო? ფაქტიურად ყველაზე მეტი დრო გვეთმობა ჩვენ და პირდაპირ გვეუბნებიან, გვიცხადებენ რომ თქვენ არ გჭირდებით როგორც დამოუკიდებელი მოთამაშეები. ამის შემდეგ თვალი ხუნა აი აუხილო ეხა ვიღაცა ტიპებს მაგრამ არა ამ ხილებებს თვალი უკვე ახილი არა გასაგებია აქ არის ძალიან ცოტა პროცენტზე საუბარი აქ არის კატეგორია ხალხის რომელსაც ერთი მიზნები და თავისი მიზნები და ამოცანები აქვს როგორმე ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ და მეორე რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა ეს იმას არნიშნავს რომ მათ სულ ქვეყნის მართვა ისინი უნდა იყვნენ მონეტა აბლოთი არის ეგეთი ჟურნალისტი რადიო თავისუფლების და მე დამიწერა რომ ასეთ რეჟიმში სადაც ასე იყენება ასე გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსი მტკიცებულებები რო არ იყოსო გაღალბებისო რა საჭიროა მტკიცებულებებიო ანუ ვაფშე ხო ხდები ანუ როგორი დამოკიდებულება იცი რომ რა როგორ ბედაო და შენ მე მიყენებ მოთხოვნას რომ რაიმე მტკიცებულებები წარმოადგინე აი საწყას სახალხო დამსვას რა უკნეს და დღეს კიდე აქცია აქვს გუშინ მქონდა აქცია აბა ეხლა კარგია დისკუსია მაგრამ რეკლამასაც ნახავთ